კინოთეატრები რუსთაველი და ამირანი ქართულ ინტერნეტ პორტალებს სასამართლოში უჩივიან. საჩურის მიზეზი ინტერნეტ სივრცეში ფილმების უკანონოდ განთავსება არის, გამოც კინოთეატრებს მაყურებელი აკლდება. დღეს ამ თემაზე კინოთეატრ ამირანში საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ და კინოთეატრების ქსელების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათ მაგალითად დაასახელეს ორი ფილმი, რომლებიც 7 ქართულ საიტზე უკანონოდ განთავსდა. კინოთეატრების ქსელი ზარალის სახით 5,000 ლარის ანაზღაურებას ითხოვს. Sarcevit მოთხოვილია ის ასეთი განთავსების აკრძალვა მეორე სრული ზარალის ანაზღაურება რაც მიადგა ასეთი განთავსებით კინოთეატრებს და გლობალურად ეს არის გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთი იმ წესრიგის დასამყარებლად რაც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს, როდესაც ინტერნეტში ფილმი არ უნდა იდოს უკანონოდ. მუსიკა იქნება ეს თუ კინო, საავტორო უფლებები არ არის დაცული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთშეთანხმების და მოლაპარაკების გზით შეგვიძლია ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციოთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება და რაღაც რადიკალური ზომების მიღება არ მიგვიწევს, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდეს. კავკასიის ონლაინი, როგორც G-Domain-ის ადმინისტრატორი და როგორც რამდენიმე ვებგვერდის მფლობელი თანამშრომლობს ავტორთა საზოგადოებასთან და კინოთეატრების ქსელთან ამ არალიცენზირებული პროდუქციის მიმართულებით, რომ ამ ვებგვერდებზე არ გავრცელდეს არალიცენზირებული პროდუქცია.